სვანეთში მდებარე სასტუმრო ფალიანის დამფუძნებლის ეკატერინე გველესიანის განცხადებით მათი შემოსავლები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 40%-მდე არის შემცირებული, რაც ფასების, იძულებით, კლებას და ტურისტული სეგმენტის ცვლილებას უკავშირდება. როგორც მან BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი აქტიური და ტურისტები დატვირთული იყო, ფინანსური მაჩვენებლები ამ დატვირთვას ვერ ასახავს, რადგან სასტუმროს მაღალი კონკურენციის პირობებში და ტურისტული სეგმენტის ცვლის გამო ფასების 30-40%-ით კლება მოუწია. ეკატერინე გველესიანის შეფასებით სვანეთს უკვე იმ რაოდენობით ევროპელი ტურისტები აღარ სტუმრობენ, როგორც ადრე. მისი თქმით, მაღალმხარჯვალუნარიანი ევროპელი ვიზიტორების წილი წელს მხოლოდ 7-8% შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ წელს შიდა ტურიზმში ზრდა შეინიშნებოდა. უფრო კონკრეტულად, მისმა წილმა სვანეთში 20% შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით მზარდი მაჩვენებელია. თუმცა გველესიანის თქმით, ადგილობრივი ტურისტის საშუალო გადასახად უნარიანობის სეგმენტს მიეკუთვნება და ვერ ანაცვლებს საერთაშორისო მაღალი ღირებულების ბაზრებს. ეკატერინე გველესიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფასების ხელოვნურად დაწევა სვანეთის როგორც პრემიუმ ტურისტული მიმართულების პოტენციალს სერიოზულად აზიანებს. მისი შეფასებით რეგიონს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ ევროპულ კურორტებს, როგორიცაა შვეიცარია, თუმცა ამისთვის აუცილებელია ფასების გონივრული პოლიტიკა და ტურისტული ბაზრის სწორად მართვა. თუშეთი 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან. რეგიონზე გაზრდილმა ინტერესმა განსაკუთრებით გავლენა მოახდინა ადგილობრივ საოჯახო ბიზნესებზე, მათ შორის თუშეთში მდებარე შიოს ქვის სახლის საქმიანობასაც. როგორც მისმა თანადამფუძნებელმა თამთა ჩაგოშულმა BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში აღნიშნა, მიმდინარე წელი მკვეთრად განსხვავდებოდა წინა წლებისგან, როგორც ვიზიტორთა რაოდენობით, ისე მათი დივერსიფიცირებული წარმომავლობით. თამთა ჩაგოშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სოციალურ მედიას ასახელებს, რომელიც მისი თქმით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თუშეთის რეალური გარემოს წარმოჩენასა და სტერეოტიპების დამსხვრევას. ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებისა და ამერიკელების მხრიდან ინტერესი ტრადიციულად მაღალია, წელს სხვა ბაზრებიც გააქტიურდა. კერძოდ ებრაელები, პოლონელები, ამასთან ტურისტები აზიიდან, ინდოეთიდან, რაც საოჯახო ბიზნესის წარმოადგენლის თქმით სიახლეა, ასევე იაპონიიდან და კორეიდან. საქართველოში სულ 1.500.000 მსუბუქი ავტომობილია რეგისტრირებული, რომლის უმეტესობაც 10 წელზე მეტი ასაკისაა. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 81.2%-ის, ანუ 1.200.000 ავტომობილის ასაკი 10 წელზე მეტია. 18.7%-ის ასაკი 10 წელი, ან ნაკლებია. მხოლოდ 1.8%-ის ასაკია 2 წელზე ნაკლები. რაც შეეხება ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, სულ რეგისტრირებულია 54.600, საიდანაც 92.7% 10 წელზე მეტი ასაკისაა. 2 წლის და ნაკლები ასაკის კი მხოლოდ 1.6%-ია. სატვირთო ავტომობილების კატეგორიაშიც 91.7%-ით 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებია წარმოდგენილი. საქართველოში ახალი აპლიკაცია Club & Party გამოჩნდა, რომლის მიზანი გართობის მოყვარული ადამიანებისა და წვეულებების ორგანიზატორების ერთმანეთთან დაკავშირებაა. პლატფორმის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი მარიამ გოშხეთელიანი BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში ამბობს, რომ მომხმარებელს შეუძლიათ როგორც მოძებნოს სასურველი წვეულება, ისე თავად განათავსონ საკუთარი ღონისძიება და დაპატიჟონ სტუმრები. ის დასცენს, რომ Club & Party განსხვავდება ტრადიციული ბილეთების გაყიდვის პლატფორმებისგან, რადგან მისი ძირითადი ფუნქცია სახლის წვეულებების და მცირე ღონისძიებების გაციფრულებაა. ისევე ინფორმაციით Club & Party-ს ბაზარზე გამოჩენიდან სულ რამდენიმე თვეა გასული, თუმცა გოშხეთელიანის ინფორმაციით უკვე 10,500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და 690 ჩატარებული წვეულება აქვთ. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა კომპანიის мотивაციას კიდევ უფრო ამძაფრებს აპლიკაციის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით. აგროკომპანია Khanda Agriculture, რომელიც ბაზარზე Harvest-ის ბრენდით არის ცნობილი, რთულ სეზონზე საუბრობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თამარ ბერულოვამ BMG-სთან განაცხადა, 2025 წლის კლიმატურმა პირობებმა, კერძოდ ყინვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საექსპორტო გეგმები და მათი განხორციელება დროებით გადაიდო. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში საუბრობდა საექსპორტო გეგმებზე. ბერულოვა ამბობდა, რომ 2026 წლიდან Khanda Agriculture-ის პროდუქცია, კერძოდ ბრტყელი ატამი, ბალი, მსხალი და გარგარი ექსპორტზე უნდა გასულიყო. თუმცა შექმნილმა კლიმატურმა პირობებმა კომპანიის გეგმები გარკვეულწილად შეცვალა. მისი თქმით, ვაშლი ამ ეტაპზე საექსპორტო გეგმებში არ შედის, რადგან მისი გატანა საერთაშორისო ბაზარზე არამოგებიანია.